გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. თუ შეამჩნიეთ ნეპალში ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩვენი სრულიად დესტრუქციული და საკუთარ იზმენებში დაკარგული ნაცობა მორიგ ჯერზე როგორ გამოცოცხლდა. პირადად მე ასეთ გამოცოცხლებას აგონიის დროს რაღაც მომენტში მომაკვდავის დროებით გამოფხიზლებას დავარქმევდი და იმედია დამეთანხმებით. შეგახსენებთ, რომ ნეპალში მთავრობამ აკრძალა ის სოцქსელები, რომლებიც კავშირგაბმულობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროში დროულად არ დარეგისტრირდა და ნეპალის ახალგაზრდობამ მოაწყო ეგრეთ წოდებული Z თაობის რევოლუცია. მოხდა პოლიციასთან შეტაკება და დატრიალდა უბედურება. 60 ადამიანზე მეტი დაიღუპა. რევოლუციონერები ნაცადი სცენარით მოქმედებენ. ცეცხლი მოუკიდეს პარლამენტის შენობას, მმართველი პარტიის ოფის, პრეზიდენტის სასახლეს. მოკლედ, ამბოხებულთათვის სცენარი ერთი და იგივეა. ცეცხლი, ცეცხლი და კიდევ ერთხელ ცეცხლი. ცეცხლი გადაგვარჩენსო. არ დავიწყებ ახლა იმის ძირეულ გაანალიზებას, თუ რატომ მოხდა შორეულ ნეპალში ეს ამბავი, რადგან ამ სიშორედან მე რა უნდა დავინახო. ნეპალზე ნეპალელებმა ილაპარაკონ, ჩვენ კი საკუთარ ცხოვრებს მივხედოთ. კი იგითხავთ, სად ნეპალი და სად ჩვენი დღევანდელობა, ანუ რა კავშირში შეიძლება იყვნენ ჩვენი ფსევდოქართული, არახალხური რეალობას მოწყვეტილი ნაცები ნეპალში მომხდარ ცეცხლოვან ამბებთან და გიპასუხებთ, რომ კავშირი რასაკვირველია არა არის და ამავე დროს არის. ნაცები სულიერ კავშირში არიან ყველაფერთან, რაც ცეცხლთან, ნგრევასთან, სისხლის ზღვრასა და ისტერიკასთანაა დაკავშირებული. თუ შეგიმჩნევიათ, სადმე რამე კატასტროფული თუ ხდება, ჩვენი ნაცები იქ პირველები არიან. ხარობენ და იმედით იყურებიან ჩვენკენ, იქნებ აქაც ასეთი რამ მოხდეს. მოკლედ, ნეპალში გაჩაღებულმა ცეცხლმა და უბედურებამ ჩვენს ნაცებში მორიგი დიდი სიხარული და რაც მთავარია, ახალი იმედები გააჩინა. სუფთა სვავები არიან, დედას გეფიცებით. თვით მათმა დიდად პატივცემულმა ნულოვანმა პაციენტმა, მისმა უგრძელესობამ მიხეილ ნიკოლაევიჩ სააკაშვილმა თავის Facebook გვერდზე დაადო ნააზრევი. მიაქციეთ ყურადღება, ნეპალში რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონსტრანტებს. ამის შემდეგ ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდობამ გადაწვა კორუმპირებული ჩინოვნიკების სახლები და დაამხო მთავრობა. ეს არეულობა კორუმპირებული მთავრობის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვიაო. როგორ ფლობს სიტუაციას ეს ჩვენი გიჟვა რა? მრავალრიცხოვანი ანალიზების, რენტგენების, ესმახის ქილებთან ურთიერთობისა და სარეაბილიტაციო პროცედურების მიუხედავად მაინც ნახულობს დროს და ყოვლის მხილველ თვალს მსოფლიოს ამბებს ადევნებს და თავის სასარგებლოდ დასკვნებიც გამოაქვს. წარმომიდგენია, როგორ ნატრობს იგივე აქ ჩვენთანაც რომ მოხდეს და რომ მერე აბუბოქრებულმა ხალხის მასამ მის საკან პალატამდეც მიაღწიოს და ის გარეთ გამოიყვანოს ბარამიძეზე ამხედრებული უკრაინის დროშის ტარით ხელში. ანუ მისი აზრით ის დემონსტრანტები, რომლებიც ანგრევენ ცეცხლს უკიდებენ, აგებენ ბარიკადებს, ესვრიან პოლიციას, ეს მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან. ერთი მის თავში ჩამახედა და გამაგებინა, არამშვიდობიანი დემონსტრაცია მისი აზრით რა არის. ვიცი, არამშვიდობიანი დემონსტრაცია ეს ნებისმიერი ფორმის დემონსტრაცია და მიტინგია, რომელიც მიმართულია ერთიანი ნაცების მოძრაობის წინააღმდეგ. აი 2007 წელს, 2011 წელს იყო სწორედ რომ არამშვიდობიანი დემონსტრაციები. კი, ცეცხლს არავინ უკიდებდა, არავინ არაფერს ანგრევდა, პოლიციას არავინ ესროდა. აბე გაებედა და ერთი კენჭი მაინც ესროლა ვინმეს სააკაშვილის დამცავ ორგანოებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ, მიხეილ ნიკოლაევიჩი ტყვიან ბრქვევებს ცეცხლის გახსნის ბრძანებას უმალ რო გასცემდა. დიახ, ის დემონსტრაციები არამშვიდობიანი იყო და პოლიციისგან კანონიერ დარბევას მოითხოვდა. გამიგრძელდა სააკაშვილზე ლაპარაკი. ისე საინტერესოა, რამდენი ხანი უნდა ვილაპარაკოთ სააკაშვილზე. ნუ თუ
არ შეიძლება მას დაებლოკოს სოციალურ ქსელებთან წვდომა და საერთოდ განა სისხლის სამართლის დამნაშავეებს აქვთ წვდომა ქსელებთან? კარგი, ამაზე მე ვილაპარაკოთ. მოკლედ, ნეპალის ამბებმა სააკაშვილსა და მის მრევლში მორიგი იმედი შთაბერა. ისინი, როგორც ვთქვი, გააქტიურდნენ და ერთმანეთს იმედით უყურებდნენ. აბა იქნებ ჩვენც მოვუკიდოთ ცეცხლი ოლიგარქიას, უგზოობას, ზოზინსა და ბიუროკრატიას. ნეპალელებმა როგორ უნდა გვაჯობონო? და მორიგ ჯერზე არ აქვს მნიშვნელობა თუ რა წინაპირობა იყო ნეპალში და რა ხდება აქ ჩვენთან. ხომ წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავრობას რომ აეგრძალა სოцкსელები, მაგრამ ამ მიმართულებით განა ოდესმე რამე თქმულა ან დაპირებულა? ზოგიერთი ცნობადი სიფათი ბრძანებს, რომ საქართველოში სტალინის დიდი ტერორის დროინდელი სიტუაცია არის. საინტერესოა, ამის მთქმელს არ წხვენია, თუმცა მეც ახლა რას ვამბობ, რწხვენია ვის ნაც. მოკლედ, ჩვენს ერთ პატარა ქვეყანაში ორი სამყარო ბუდობს. ერთი ჯანსაღი და კეთილმოსურნე და კანონის მოყვარული სამყარო, მეორე კი აბსურდული, პირომანული, დესტრუქციული და სისხლს მოწყურებული სამყარო. სამყარო, რომელიც მუდამ იქნება წაგებული. გმადლობთ ყურადღებისთვის. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.